ძალიან. მინდოდა გადაღება, მაგრამ ამაზე ვერა. უმერიდა. ჩინელები არიან თუ იაპონელები? არ ვიცი. ძალიან ლამაზები არიან, არა მარტო ფილმებში, ცხოვრებაში. კორეელები შეიძლება? კორეელებს უფრო გონია. მე და კატო გამოვედით ბოტანიკურ ბაღში და ეს არ ვიცოდი კატოსთან სახლში მივდიოდი, მაგრამ აი ესე შემოთავაზა დღეს აღნიშნოთ კატოს დაბადების დღეს. განსაკუთრებული გასვლა გვაქვს, ასე ვთქვათ და მივდივართ სიმწვანეში, სიგრილეში, სადაც ძალიან დადებითი აურა უნდა დავატრიო. აი ეს უნდა ვქნათ. როგორც ყოველთვის დაიწყო. რაღაც არ გამოვიყურები კარგად. ვით გავიდეთ, სადაც არის საპიკნიკე ადგილი. ხოლმე ესეთამა დაძით თან კიდე ანუ ვერ ჩავმოუსხდებით. აი ბატონო. მაგრამ შეგვიძლია მივიდეთ და ნახოთ რა ვიცი. არა, მე როცა ჩამოვარ. რომე კაი ადგილი ავარჩიო. აქ იმენი ადგილები მაქვს ნანახი რომ ვერ ვნახულობ ხოლმე იცი ყველაფერს. ძალიან გიყვარს. ყველაზე ძალიან რაც ჩვენ ვიბოდიალეთ. მოკლედ გული ვიჯერე და სული ვიჯერე ამ სურნელში, აი ამ ხმებში. მოკლედ ყველაფერი ისე როგორც რა მეყვარს. სიმწვანე. სილამაზე. სიმშვიდე. შვიდი ხმაური. წავიდა ჩემი კატო. მოვიტანეთ. ეტარა პიკნიკი რომ მოვაწყოთ. აქ მოკავათით ჩვენ. აქ ვართ.
ალამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს კატოს დაბადების დღეა. გილოცავ. ახლა ჩვენ ველოდებით ღვთისმიერ ვინმეს რომ სანთებელა ვთხოვოთ, იმიტომ რომ დაგვავიწყდა სანთებელა გვიყიდა და რომ დავანთოთ ეს სანთლები ჩავაქართ. არაჩვეულებრივი გამოვიდა ეს ყველაფერი, შეხედეთ. შეხედეთ რა სიმწვანეა, შეხედეთ. მიყვარხარ. ძალიან მცნაური გრძნობა მაქვს. არ ველოდებოდი დღევანდელი დღე, რომ ასეთ იძინებოდა რაღაცა ისე კატოს უთხარი, რომ სახლში გამოვალ მეთქი და რაღაც არაფერი დაგვიგეგმავს და მე რომ მითხრა წავიდეთ ბოტანიკურში რაღაცა ისე ძალიან აღტაცებით მეთქი кайფი წავიდეთ. აქ მოდით 1% მობილურის იმით, მოდი არ ვიღებ კატავთ, ლაპარაკობთ აი ესე ვიყურები ზევით და ვეუბნები რომ არის აქ ლობიო. კატო ამბობს რომ რა ლობიო და ესე ვეუბნები და აი ხედა და დაინახა. აი მე არ გავიტეხე ჩემი და ვიძახი ბარდა. ეს არის ბარდა. მიდამას ხაზე ნაგავში როცა ეს არა ქვია ვდებდით რაღაცებს ლიკამ გადმოასხა ბოთლიდან და ისე ჩადო ნაგავში ხო რა იყო არ მოყვა შენი კაი ქალობის ამბავი უკვე სახლისკენ მივემართებით. ჩვენი მატარებლები ერთი აქეთ მიდის, მეორე იქეთ და პირველი მე ვუშვებ ხოლმე კატოს. მე ვშთობები ხოლმე და მე მივდივარ. მიყვარს რომ ვიგებ ხოლმე. კარგად. მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი წუხელ ვეღარ დავამონტაჟე ვიდეოთან, უნდა ჩამეწერა გაგრძელებაც და ცოტა გადავიღე ძალიან. დამშდარი მქონდა მობილური და მოკლედ ეს კრემი წავისვი. ხო და ეს ნაწავის მომზისგან დამცავი. მაგრამ ამასობაში სანამ რაღაცებს ვაკეთებდი ჯერ დავაძინე ლილოს უფრო ეძინებოდა ვიდრე ლუსის გაღიზიანებული იყო ხო და მე დავაძინე ლუსი და მობილურიც დაჯდა თურმე აქ ცოტა ჩაბნელებულია რომ დავკეტე გარედან ხმაური შემოდის ამიტომ პანჯარაც დავკეტე კარიც დავკეტე ვიდეოს რო წერ აქ ახლოს არის ქსისპირი და ისე ხო, მშვენიერი დრო ვატარეთ მე და კატო. კი ვიყავით ცოტა დაღლილი, მაგრამ ეს დაღლილობა საერთოდ და მოვიწყდა ბოლოს ორივე კი ვიყავით ისე, რომ ფეხები გვეკეცებოდა. ისე მივძუნძულებდით უკვე ბოლოს მეტროში. ხო და
შვენიერი დრო ვატარეთ ერთად, რაც არის კატოს დამსახურება. იმდენი ხანია სადარ გავსულ ვარ. ხო და არაჩვეულებრივი მიზეზი იყო. ვანაწილება მტონალურს, ბევრი არ არის ნამდვილად, უბრალოდ ცოტ-ცოტას ვისმევ, რომ კარგად გადავანაწილო. ეგ რასაც დავისხამ, იმას ვისმევ მთლიანად სახეზე ხოლმე. ხო და დეკოლტესაც მასე. ახლა გავაპაუზებ. ესეც ასე წავისვი. მოკლედ გავდივარ, არ გავდივარ, ამისგან დამცავს. აი, აქ სულ ვისმევ ხოლმე, რამდენჯერაც გამოხსენდება სხვათა შორის. არ ვიცი სხვა მზისგან დამცავები როგორ არის, მაგრამ ეს ხშირად უნდა წაისვა საჭიროების მიხედვით. მაგრამ მე დღეში ერთხელ ვისვამ, მხოლოდ აქ სხვათა შორის ვცდილობ ხოლმე, რომ თუ გავდივარ და მზეზე უნდა ვიარო, რაღაცა მიწევს მზეზე ყოფნა, ისეთი რამე მეცვას, რომ ეს დახურული იყოს. ეს ადგილი ხო იცი როგორ იწვება ხოლმე სულ და რაღაცნაირად მერე ხო, ესეც ასე. ეს თმები, რასაც ხედავთ, ჩემი შეჭრილია. დედი კომხო ადრე შემჭრა ცოტა. შევიღებეთ მა, ეხლა შემიღებავს, შესაღებია კი ხედავთ, ალბათ ცოტა აჭრელებულია, მაგრამ არ დავეძებ მაგას. ეს ნახეთ, რაღა დასამალია ახლა ეს. აი ეს არის ჩემი თმა, რომელიც გაიზარდა. რომელიც ასეთი მაქვს რამოდენიმე. და ეხუჭუჭდება და გამოდის მოკლედ. არაფერს არ ვერიდები, ესე იგი, როგორ ხართ? კარგით რო გავატარე. ფიქრობდი მერე კარგი არის, კარგი მეგობარი. კარგი მეგობარი კარგია და მეგობრობაზე ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ ალბათ იცით რა არის, რო გრძნობ თავს უსაფრთხოდ, აი რო არ ფიქრობ, რომ აი ისე შემოგხედავს, აი გაგკიცხავს, რაღაცა შენიშვნას მოგცემს, აი რაღაცა, აი როგორც არ უნდა იყო და როგორიც არ უნდა იყო. ვფიქრობ, წლებთან ერთად ადამიანები უფრო სწავლობთ რაღაცებს და მეგობრობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა ვისწავლოთ და ძალიან მიხარია, რომ გამოვიდა. მახსოვს კატოს პირველად რო შევხვდებოდი იმ დღეს, აი რომ მანამდე ფიქრობდი. შევხვდე თუ არა ვინმეს, გავიცნო თუ არა ვინმე, დავუმეგობრდე, ამას ვერ დაგეგმავ, რა თქმა უნდა. ადამიანებს შეიძლება შევხვდე, სხვადასხვა დადებითი ადამიანებს, მაგრამ მეგობრობა ხო ისეთ რამე წინასწარ ვერ. აი ის, რასაც მე და კატო ვაკეთებთ ერთად. არაფერი არ გვერიდება, რაც მინდა იმას რომ ვაკეთებთ. არ ვფიქრობთ, როგორ გამოვიყურებით ამ დროს. მე მგონია, რომ კატომ უფრო იცის ხოლმე. აი როგორ გამოვიყურებით და რაღაცა, მაგას არ გულისხმობ გარეგნობას. ზოგადად აი სიტუაციებს გულისხმობ. ძალიან უბრალო მარტივი, რაც გინდა, რაც იმ მომენტში მოგინდება. მოკლედ, ხომ ხვდებით აი რაღაცა სახლურობის შეგრძნება რომ გაქვს, სადაც არ უნდა წახვიდე ადამიანთან ერთად. აი ესეთი. და ძალიან ხო. კი ბატონო, ესე კმაყოფილი ვარ ძალიან და ხო, გუშინდელი დღით და საერთოდ კატოს არსებობით ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა რაღაცეების ერთად დავაგროვოთ პატარ-პატარა მოგონებები. აი ეს და შევინახოთ.
ბოლო დროს ძალიან შეყვარებული ვარ. აი ამაზე. არ ითხრება როგორც ლაინერები და პანკრები და ჭრდილიც კი. ხა ეს ჩემი აბაგელი ეს ნაჩუქარი არის. აქამდე ერთ-ორჯერ გამოვიყენე და არ ვიყენებდი დიდად. მაგრამ ახლა ამას ეთყობა სხვა ის უნდა, სხვა ფუნჯით უნდა გავიკეთო ხოლმე. მომწონს მე სხვათა შორის ეს განათება. ესეთი ფერის როა. ჩემი ვარდისფერი ჩემი კანი ჩანს სხვა ფერი. და ვიცი, შემდეგისთვის ალბათ მე საერთოდ განათებას და რაღაც მსგავს რამეს ესე აღარ ვიყიდი. ვინმე ისეთი ადამიანის გარეშე, ვინც ძალიან კარგად ერკვევა ამ საკითხებში, იმიტომ რომ მე ვერანაირად ვერ მსჯობია ვითომ. ხო და ასე. შეხედეთ. შენ დაიმალე ახლა იქ რა იყო? უფ. თქვენი გამიზარდა ხალხო? შევიჭდი, არც იოცნება ლიკუნაცი. არც იოცნებო. შენც გაიზდები მალე. ხო, ესეც ასე. ჩვენთან არაფერი ისეთი არ ხდება. სახლში ვართ ძირითადად ხანდახან პარკში გავდივართ, როცა ძალიან არ წვიმს. ბოლო ორჯერ ვიყავით, დაიწყო წვიმა და მე რაღაცას ვუვართ. პარკი, სახლი, მაღაზია, სახლი, დალაგება, არევა დალაგება. ერთი და იგივე. ერთი და იგივე ყველაფერი. თქვენ როგორ ხართ? როგორ გეკითხოთ? როგორ მიდის თქვენი ამბები, თქვენი ცხოვრება? იმედი მაქვს ყველა კარგად ხართ, ყველას მოგეკითხავთ, ყველას გისურვებთ გამძლეობას, სიძლიერეს, სიმამაცეს, არ ვიცი, უამრავ ენერგიას, რომ შეძლოთ თქვენი დასახული მიზნების მიღწევა, თქვენი ჩაფიქრებული სურვილების ასრულება და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ, უკეთესი ცხოვრებისკენ. ჩემი მელანქოლიური ხასიათები და ბოლო პერიოდის ჩაკეტილობამ კარგი შედეგი გამოიყო, მინდა გითხრათ, ძალიან დავლაგდი, ასე ვთქვათ, ჩემს ფიქრებში, რაღაცები რომ მინდა, ანუ ვგულისხმობ, ძირითადად ვგულისხმობ იმას თუ რა მინდა რომ გავაკეთო, როგორ გავაკეთო, რანაირად და ასე შემდეგ, აი იმის გავს საკითხებს, რომ რაღაცა ისეთი ცვლილებები იყოს ჩემს ცხოვრებაში, თითქოს აი რაღაცა ბოქლო მიადევს რაღაც კარებს და ეცდილობ გავიდე და რომ ვერ გავედი აქამდე. აი ეს მიგვირს სიმართლე რომ გითხრათ. ისიც ვიცი რა არის შემაფერხებელი, რა იყო შემაფერხებელი ამ ყველაფრის, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის საძი რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ. ხო. ცოტა გახიზიანებული ვარ, სიმართლე რომ გითხრათ. ალბათ უფრო ფიზიკური და ისეთი რაღაცა მენტალური გადაღლის ბრალია. ბავშვები ცოტას მაბრაზებ ერთმანეთში რო ჩხუბობენ ხოლმე და ხანდახან მიწევს ხმის აწევა და ეს ძალიან ცუდ მოქმედებს მერე ჩემზე.
ხო, რაღაცა ეტაპები არის ბავშვებთან ურთიერთობის დროსაც და მით უმეტეს ახლა სულ სახლში რო ვართ ძირითადად ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამ დღეებში ვაპირებ ბაღში წასვლას. შეიძლება რომ სხვა ბაღში გადავიყვანო ლილუც, არ ვიცი, ახლა ვფიქრობ და ამ დღეებში გადავწყვიტავ. იმიტომ რომ მიზეზების გამო რაც ადრე ვისაუბრე თუ მოისმინეთ არ ვიცი, არც მინდა უკვე ესე ჩაძიება და რაღაც დროის დაკარგვა არ მინდა მაგ ყველაფერზე, ამიტომ ალბათ გადავიყვან სხვა ბაღში და იქ წავიყვან ლუსისაც. ისედაც მე ხავ ვფიქრობდი ორივე რომ ვატარო იმ აღმართზე აიყვანო, ჩაიყვანო, ახლა როცა მივდივართ ხოლმე ლილუს უხელში უნდა ძირითადად და ძალიან გამიჭირდება და არ მინდა საერთოდ ვეცდები რომ ყველანაირად გავიმარტივო ყველაფერი, როგორც კი შეიძლება რომ გავიმარტივო მსგავსი რაღაცები და ალბათ ორივეს იმ ბაღში ვატარებ, რომელიც ძირითადად ჯგუფში დაიწერა, ვეძებდი, მაინტერესებდა ეს გამოხმაურება როგორი ქონდა სხვადასხვა ბაღებს და ყველაზე მეტი კომენტარი დაიწერა ამ ბაღზე და ნახოთ როგორ იქნება მივალ ამ დღეებში ვინმე იქნება ალბათ აქამდე რეგისტრაცია უკვე დასრულდა მაგრამ რადგან ლუსი არ იყო 2 წლის, ამიტომ არ შეიძლებოდა და კი შეიძლება ხანდახან ვფიქრობდი რომ ჯერ არა მეთქი, მაგრამ ასე არის საჭირო მოკლედ. ასე არის საჭირო და უნდა გავაკეთო. ისეთი ნიჭიერი არის ლუსი. ნახოთ როგორ თუ ახლა მაინც და მაინც რაღაცა და არ გაჩერდება და ჩემზე იმდენად არის მოწებებული. ახლა ძინავს და იმიტომ წერ ვიდეოს თორემ აი ესე რომ ვამზადებ, რეცხა, ვალაგებ. დედა ჩემია და ეჩხუბებიან ერთმანეთს ლილო და ლუსი. მე დიდებიც გამოვლენ ამ ლაპარაკს რო უსმენენ, გონიათ რომ ისინი რა დიდები არიან და ისე არ არიან, როგორც პატარები, სუსტად ეგრე არიან. ელა მოვა და დედა ჩემია, ესე ეტყვის ხოლმე და გადახედავენ, ელას არაფერს არ ევდი. ხო და ესე მოკლედ ვისაც ყავთ რამდენიმე შვილი ალბათ მიხვდებით რომ აი ეს ყურადღების გადანაწილება ვის რა საჭიროებები აქვს, ვის რაზე უნდა ესაუბრო, როგორ მეც ვსწავლობ, მეც ხომ პირველად ვარ ამდენი ბავშვის დედა. და ჩემთვისაც ყოველი დღე რაღაც აღმოჩენები, რაღაც ეტაპები ახალია. ამიტომ ვინც მსგავსი სიტუაციებში ყოფილა და არის, ისინი კარგად გამიგებენ თან როცა განსხვავდება ეს ასაკი ერთმანეთისგან, მაშინ ყველა სხვადასხვა მიდგომა უნდა. რაც ერთნაირად ვერ მივდგები, ამიტომ ესე შემოკარგებო მე მთელი ჩემი ჩართულობა, ძირითადი დრო ენერგია აქ იხარჯება და ესე ვარ, მოკლედ. რაღაცა გეგმები და რაღაცები მაქვს, ჯერ არ ვისაუბრებ ამაზე. ჩემთვის ახლა არის პირველი რომ უკვე ვემზადები სკოლისთვის და ბაღისთვის ისე შინაგანად. ვალაგებ რაღაცა გეგმებს, ჯერ დაბადების დღეები გვაქვს კიდევ. ლილუს დაბადების დღე და მერე ელასი სექტემბერში. ამ დაბადების დღეებს მე ძალიან ისე ვუყურებ, იმდენად ელოდებიან ბავშვები, რომ ცილის წინ ერთმანეთს უმღერიან რა ლამაზი დღე. ასე რომ მათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელასთვის ყველაზე მეტად. ელასთვის არის ძალიან განსაკუთრებული და წინასწარ ითვლის დღეებს და უკვე რა უნდა ჩაიცვას, როგორ უნდა გააკეთოს, ყველაფერი დაგეგმილია. თქვენ წარმოიდგინეთ და ნელ-ნელა იზრდება და ეცვლება რაღაც სურვილებიც, რა თქმა უნდა.
ხო და ვნახოთ რამდენად შევძლებ ძალიან მინდა რომ გავაკეთო ყველაფერი ისე როგორც მას გაუხარდება ესე საკუთარ რაღაცა პირად სურვილებზე და რაღაცებზე ჯერ არაფერს არ ვსაუბრობ რაღაცებს გეგმავ მაგრამ მოგვიანებით ვნახოთ ჯერჯერობით ორიენტირებული ვარ ამაზე. მაგრამ ცვლილებების დრო არის და აუცილებლად იქნება. ცოტა რთულია. კი. არ მინდა უთხრა იმ ადამიანებს, იმ გოგოებს, რომლებსაც ყავთ რამოდენიმე შვილი, ერთი და ორი რომ ყავს, რა თქმა უნდა, ესეც მაგრამ როცა მოიზრდებიან ახლა და ლუკა უკვე დიდები არიან და ჩემთვის რა თქმა უნდა კაცილებით უფრო მარტივია იმიტომ რომ მაგალითად ელა ასწორებს თავის ლოგინს შეუძლია დაკეცოს თავისი ტანსაცმელები ნელ-ნელა ყოველთვის არა მაგრამ ნელ-ნელა ვცდილობ რომ შევაჩვიო არც ის არ მინდა რომ რაღაც სახლის საქმეები აკეთოს და მირჩევნია რომ იყოს თავისთვის ბავშვია და ბავშვობა სწორედ ეგ არის რომ სახლის ლაგება და რაღაცები არ არის ბავშვობა ამიტომ დიდად არ ვაწუხებ მაგრამ ბავშვი უბრალოდ მინდა რომ რაღაც პატარა წესრიგი ხო იცოდეს რომ ეს აუცილებელია რაც შეეხება ლილოს და ლუსის სულ ყველაფერს ურევენ გამოდვიდა რაც არ უნდა უმეორო და რაც უფრო ყველგან რაღაც ყრია სათამაშოები ნივთები იქ ლოგინზე ახტებიან იქ მოკლედ ხო მე არა ვარ ესეთი დედა ან არ ვიცი ადამიანი ალბათ ერთადერთი ვჩხუბობ ხოლმე და ხმას ვუწევ და ნუ არ ვიცი ხოლმე როგორ გავაკეთო ლილოსთან როცა ერთმანეთში ჩხუბობენ რაღაცა ელემენტარულ ზეწვრილმანებზე და ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან რისი თქმა მინდოდა ძალიან კაცრად ნუ შეაფასებთ იმ ადამიანებს იმ პერიოდში როცა აიცა პატარები რო ყავთ რამოდენიმე და ძალიან გადართულები არიან მაინც და მაინც ძალიან მომთხოვნი ნუ იქნებით მათ მიმართ იმიტომ რომ ისეთ სტრესში არიან არ გაგიკვირდეთ თუნდა არც გაღიზიანება მათი არც ჩაკეტილობა როცა არ არის ისეთი მხარდაჭერა სიტყვაზე ხო ხდება ისეც რომ ხშირი არის სხვა ადამიანების ჩართულობა მაგრამ ისეც ხდება რომ დედას უწევს ძირითადად ყოველდღიური ასე ვთქვათ ყველაფერი და ეს არის ძალიან რთული ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად ამიტომ ძალიან მკაცრები ნუ იქნებით ასეთი დედების მიმართ პირიქით ეცადეთ რომ რაღაცა როგორ თქვა კარგი უთხრათ არ ვიცი თუ არ შეგიძლიათ რომ გაუგოთ შეხვიდეთ მათ მდგომარეობაში ან რამე კარგი უთხრათ თუნდაც ლამაზი სიტყვები არ ვიცი კომპლიმენტი რაღაცა მაშინ საერთოდ ნორაფერს მოეტყვით ნორაფერს იმიტომ რომ არაფერს არ ვაბობ იმაზე შენიშვნებზე და რაღაცაზე ეგ ხო საერთოდ ხანდახან ისე ვარ ხოლმე რომ აი ახლა წეგან რაღაცა რო დავდე იქ ის არ მახსენდება მე კი მახსენდება მაგრამ ანუ იმდენად ჩემი ტვინი უკვე არის გადასული რომ როგორმე დაზოგოს ენერგია იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია ხო ადამიანისთვის პირველ რიგში შენ უნდა იყო რომ მე სხვების ცხოვრებაში არსებობდე ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა არსებობდე ეს არ დაგავიწყდეთ გოგოებო და პირიქითაც იმათაც ვეტყვი თუ კი ვინმე რაღაცას ითხოვს თქვენგან ან შენიშვნებს გაძლევთ ან რაღაცა დაიმახსოვრეთ რომ უბრალოდ გაატარეთ კამათი მაინც უშედეგოა ხოლმე მე ჩემი გამოცდილებით ან რაღაც ახსნებით და რაღაც ამიტომ თქვენ თვითონ იცოდეთ რომ ძალიან მაგრები ხართ და ძალიან კარგები ხართ და ძალიან ბევრს აღერხებთ და
არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის როგორ გამოიყურება რაღაცები. და კიდევ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ფაქტორი იკვეთება ისეთი კომუნიკაციის ადამიანებთან. ვგულისხმობ შეხვედრები რაღაცა ზოგს შეიძლება არ უყვარდეს. თუ ვერ ახერხებთ ან უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში ხართ რომ კარგიც კი რომ ვერ ახერხებთ იმიტომ რომ არ გამოიყურებით ისე როგორც თქვენ გაგიხარდებოდათ არ გაცვიათ ისე როგორც თქვენ გაგიხარდებოდათ არ გაქვთ ისე თმები ან არ ვიცი უბრალოდ ფიზიკურად არ ხართ კმაყოფილი თქვენი გარეგნობით თქვენი ასევე ფინანსური შესაძლებლობებით და ამის გამო თავს არიდებთ ვთქვათ, მეგობრებთან შეხვედრას, სადმე სტუმრად წასვლას, იმიტომ რომ არ შეგიძლიათ სათანადო ყურადღება მიაქციოთ სხვა ადამიანებსაც და რაღაც გეტყვით ერთ რაღაცას. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ვისაც არ შეუძლია გაიგოს თქვენი მდგომარეობა, ვისაც არ შეუძლია ან უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, ან არ უფიქრია იმაზე, მე მაგალითად როცა ვიღაცას ვიკონტაქტები, ხო ვფიქრობ იმაზე, ხა ვინ არის, როგორ ცხოვრობს, რანაირად და იმის შესაბამისად მიჩნდება მის მიმართ რაღაცა აზრები და ფიქრები და სიტყვებსაც და ზოგადად ადამიანს როგორ უნდა ესაუბრო, იქიდან გამომდინარეა, როგორი არის ის, როგორ ცხოვრობს და ასე შემდეგ, ხო? აქ ერთი ბუზი დაფრინავს და ერები მომიშალა, კარი გავაღებ. თუკი მიხვდებით რომ ის ადამიანი ან ადამიანები ან ნათესავი მეგობარი ვინც კიდე იყოს ვერ გრძნობს თქვენს ცხოვრებას ვერ იაზრებს თქვენს განწყობას ხასიათს და ყველაფერს მაშინ გული უნდა გწდებათ და ნუ იფიქრებთ იმაზე რომ აი რა ჩაკეტილი ვარ როგორ ძრავია ჩემი ცხოვრება და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში აზროვნება ეს არის ყველაზე მთავარი სწორედ აზროვნება რასაც ვცდილობ რომ ვისწავლო და გავხნევეთ საკუთარი თავი და წადით იმ ადამიანებთან ვისაც მართლა უნდა გული თქვენი ნახვა და არ აინტერესებს რა გაცვია რა გაქვს როგორია შენი ცხოვრება და არ ვიცი გაატარეთ ისეთ ადამიანებთან ეს დრო თუ არა და დამიჯერეთ რომ სახლში ყოფნა გაცილებით უფრო სასარგებლოა ან მარტო სეირნობა და რაღაცები საკუთარ თავთან ხო და ყველას გისურვებთ გამძლეობას ძალას იმისთვის რომ შეძლოთ ყველაფერი კარგად გიმყოფოთ ღმერთმა თქვენი შვილები დედიკოებო და იყავით ბედნიერი დედები და დედებს სჭირდებათ გამხნევება გულწრფელი გრძნობა სიტყვები ხარდაჭერა სადმე გასეირნება პატარა ყვავილის ჩუქება რაღაცა პატარა სიხარული და არა განსჯა გაკიცხვა და რაღაცას ხო ეს გაითვალისწინეთ და განსაკუთრებით როცა გარეგნობას ეხება საქმე ჯერ ზოგიერთმა ადამიანმა სარკეში თვითონ უნდა ჩაიხედოს და გარეგნობაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი ძალიან სიმპათიური ლამაზი ადამიანებით შეიძლება რომ აი სარკეში რომ ჩაიხედონ და დააკვირდნენ როგორი მზერა აქვთ და როგორი შინაგანი ის როგორ გამოდის აი ამ თუნდაც ლამაზ სახეზე როგორ აისახება მაგას შეამჩნევენ თვითონაც და ინახავენ ხო და თქვენ კიდევ როგორებიც ხართ ისეთები ხართ მე ხარასაც ვამბობ ესა თქვა უნდა საკუთარ თავზეა პირველ რიგში იმიტომ რომ მე რაც რა გამოცდილებასაც ვიღებ განსაკუთრებით გარეგნობის საკითხებზე რასაც მე თამამად შემიძლია თქვა რომ ადამიანებთან ურთიერთობის დროს
ან ზოგადად არანაირ ურთიერთობებში მე არასოდეს ხას არ ვუსვამ თუ შეიძლება უთხრა ადამიანს რა ლამაზი ხარ ან რაღაც ახლა, მაგრამ აი იმის ნაკლზე რომ ვორიენტ არ საერთოდ რომ ფიქრები მქონდეს, ან ისე მაყიზიანებდეს რაღაცას, ზოგადად ადამიანში თუ მაყიზიანებს რაღაც ძირითადად ეს არის ქმედება, ეს არის ცუდი აზროვნება, ბოროტული რაღაცეები და ასეთ ადამიანს არც ვეტყვი არაფერს, ანუ არ კონტაქტობ და მორჩა, ანუ არ ვიმეგობრები და მორჩა. შეიძლება რაღაცა გარემოებამ გამოიწვიოს ეს ურთიერთობა ან კომუნიკაცია, მაგრამ დანარჩენი ჩემი სურვილით ნებით რომ აი მეგობრებში მყავდეს, წერდე, ხვდებოდე და რაღაცა არა და არ ვიცი, ვისაც არ მოსწონხართ ან რაღაც აღიზიანებს თქვენში, ჰკითხეთ, რა უნდა საერთოდ თქვენთან ურთიერთობენ. რეალურად სხვა რაღაცა აღიზიანებთ. არა ის თუ რა გაქვთ სუდი ბრწყალებში, ანუ ესა ნაკლით, თქვენი ნაკლი რა არის, არამედ ის თუ რა არის თქვენი დადებითი. რა არის თქვენი დადებითი, რასაც რა ვიცი, ვერ იყიდი. მაგალითად, დასაცმელს იყიდი. შეგიძლია მცხვირიც გაიგეთო, ზონაშიც დაიკლო. ზონაში კლება ცოტა ისეთ ძნელია, მაგრამ ხო, ყველაფერი შეიძლება გარეგნული რაღაც გაუმჯობესება, გარეგნობის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და აი რაღაცა თვისებების გამომუშავება გაცილებით უფრო რთულია და ეს უნდა იყოს ძალიან მონტომებული ადამიანი, რომ ისწავლოს პირველ რიგში სწორი აზროვნება. ამიტომ შეხედეთ ძალიან მარტივად შეხედეთ, ვინც შენიშვნებს გაძლევთ, ვინც უკმაყოფილოა თქვენით, ვისაც აღიზიანებს თქვენი წონა, გარეგნობა და ასე შემდეგ, ან რამე საერთოდ, სულ ყველაფერი. უბრალოდ არ იმეგობროთ ასეთ ადამიანებთან, არ იმუშაოთ იქ, სადაც ასე გექცევიან და არ გაჩერდეთ ასეთ გარემოში. არა თუ თქვენთან მიმართებაში, აი მე მაგალითად რომ დავინახო რა ადამიანის სხვასთან მიმართებაში არის ესე, არც მე არ მინდა ისეთ ადამიანთან მეგობრობა და არაფერი. ამიტომ ესე ძალიან გამიგრძელდა ახლა ეს თემა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ კომენტარებს ვკითხულობ და ამ გარეგნობის ვიდეოები, გარეგნობაზე რომ ხდება ვიდეოები, ზონაზე, რაღაცა ფილტრი, არაფილტრი, მე ერთადერთი რის გამოც ვთქვათ, აი ფილტრებზე მაქვს ხოლმე აქცენტი, რა აი ფილტრის გარეშე როცა არის მიხარია, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა ფილტრის გარეშე და რაღაცა იმ ეფექტის გარეშე, მაგრამ ჩემი სახე ყველას ნანახი გაქვთ უკვე ფილტრის გარეშეც და ესეც და ხო ხანდახან ისე გადავიღებ, ხანდახან ამას სხვისთვის არ ვაკეთებ, ჩემი თავისთვის ვაკეთებ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ამის გამო ვკიცხავ, ვისაც როგორ უნდა ისე გადაიღებს და ისე ჩაიცმევს და ისე გამოიყურება, როგორც შეუძლია, ხო? შეიძლება ვიღაცას უკეთესად უნდა რომ გამოიყურებოდეს, მაგრამ არა აქვს ამის შესაძლებლობა. ხო და მოდი რა პირველ რიგში ადამიანები ვიყოთ და ამდენი ბულინგი და ამდენი რაღაცა შენიშვნები და განსჯა და გაკიცხვა ჩაცმულობის, გარეგნობის, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი ამის გამო, მე მგონი ცოტა სირცხვილი არის უკვე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსება. დაბალი. კარგი, წავედი მოკლედ ამ ბუზმა არ მომას. ეს ერთი ბუზი უნდა დავიჭირო ახლა და მივასწიყვდე. წავედი, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მადლობა, ვინც მომისმინეთ, ვინც ვიყურეთ, ვინც მელოდებით, ბოდიში, უდიდესი ბოდიში. ვისაც გალოდინებ და რაღაცა რომ არის ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ ნელ-ნელა იქნება ყველაფერი. მადლობა, წავედი.